დრონების საფრთხის გამო რუსული საცალო ვაჭრობის გიგანტი ოზონი საწყობებს ძვირადღირებული პროდუქციისგან ცლის. Moscow Times-ის ინფორმაციით, ოზონმა მოვაჭრეებს აცნობა, რომ მარაგის ნაწილის საწყობებიდან გაცემის პუნქტებში უფასოდ გადაიტანეს. კონკურენტი პლატფორმის Wildberries-ის ქსელზე გამუდმებულმა თავდასხმებმა ოზონის აქციების ფასიც მნიშვნელოვნად დააგდო. პუტინი მობილიზაციას ამზადებს, განაცხადა ზელენსკიმ დიპლომატებთან შეხვედრაზე. ინფორმაცია, რომ მზარდი დანაკარგების ფონზე პუტინის შემოდგომაზე მასშტაბური მობილიზაციისთვის ემზადება, ბოლო პერიოდია აქტიურად ვრცელდება. ზოგიერთი წყარო ვარაუდობს, რომ ახალი ტალღა ოქტომბერში გამოცხადდება, მას შემდეგ რაც სექტემბერში რუსეთის დუმის არჩევნები ჩაივლის. მოსკოვის სასამართლომ ბორის ნემცოვის შვილი დაუსწრებლად დააპატიმრა და მასზე ძებნა გამოაცხადა. ჟანა ნემცოვას არასასურველი ორგანიზაციის შექმნას ედავებიან. საუბარია ბორის ნემცოვის თავისუფლების ფონდზე, რომელიც მან გერმანიაში დააფუძნა. პუტინის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ოპოზიციონერი ლიდერი ბორის ნემცოვი 2015 წელს კრემლთან ახლოს მოკლეს. ამის შემდეგ მისმა შვილმა რუსეთი დატოვა. პოლონურმა გამანადგურებლებმა ბალტიის ზღვის თავზე რუსულ სადაზვერო თვითმფრინავს გზა გადაუჭრეს. რუსული სამხედრო თვითმფრინავი Il-20 ფრენის უსაფრთხოების წესების დარღვევით გადაადგილდებოდა, რის გამოც ჰაერში პოლონური მოიერიშეები გაგზავნეს.